მას შემდეგ რაც კრემლმა უკრაინის ქალაქის სუმი დაბომბა, რასაც ბოლო მონაცემებით 32 ადამიანია მსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი. მოსკოვში დაიწყეს მტკიცება, რომ ამ იერიშიდან ერთი დღის შემდეგ 14 აპრილის ღამეს უკრაინა დაესხა თავს მათ ენერგოობიექტებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელებმა იერიში მიიტანეს სხვადასხვა ოლქში არსებულ 6 სტრატეგიულ ობიექტზე. გარდა ამისა, კრემლის მტკიცებით, თავდასხმა განხორციელდა ქალაქ კურსკშიც, სადაც საცხოვრებელი სახლების ნგრევისა და მსხვერპლის გამო რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ კურსკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილი იერიშის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების მიხედვით გასულ ღამეს უკრაინული დრონებით მასშტაბურად შეუტიეს ქალაქ კურსკში არსებულ საცხოვრებელ კომპლექსებს. უპილოტო საფრენმა აპარატებმა ისევ იერიში მიიტანეს სამედიცინო დაწესებულებაზე. დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 9 მოქალაქე. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სასწრაფო სამედიცინო სამსახური 10 ავტომობილი. როგორც ჩანს, კრემლში უკმაყოფილონი არიან უკრაინამ რუსულ იერიშებს რომ უპასუხა. თუმცა უკრაინული ქალაქ სუმის დაბომბვა იმდენად მასშტაბური იყო, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს არც კი უცდია ამ ფაქტის უარყოფა. თუმცა განაცხადა, რომ იერიშების სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო. ჩვენ გვაქვს ფაქტები თუ ვინ იმყოფებოდა ქალაქ სუმიში იმ ადგილებში, სადაც იერიში მიიტანეს. იქ იყო უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნების მორიგი შეკრება დასავლელ კოლეგებთან. ისინი ან უბრალოდ აქერავებული მებრძოლები იყვნენ, ან არ ვიცი, მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები რომ იქ არიან, ეს ყველა მიცის. ისინი ხელმძღვანელობენ უკრაინელებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დეტალურად არ ამბობენ თუ რა სამიზნეები გაანადგურეს ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 14 აპრილის ღამეს. უწყების სპიკერმა ყოველდღიურ მიმოხილვაში ახსენა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საერთო ჯამში 99 რუსული იერიში მოიგერიეს ფრონტის მთელ ხაზზე. ოფიციალური კიევის ცნობით ყველაზე აქტიური კვლავ დონეცკის ოლქის ცენტრალური მიმართულებაა, სადაც მაგალითად დასახლება პოკროვსკთან 28 იერიში მოიგერიეს. უკრაინის გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ გრძელდება სამხედრო მოქმედებები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქშიც და აქვე განადგურებულ სამხედრო სამიზნეებზეც ავრცელებენ ზოგად ინფორმაციას. მთელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსმა ტერორისტებმა 119 საავიაციო იერიში მიიტანეს. ჩამოაგდეს 191 მართვადი ბომბი. ასევე გამოიყენეს 3275 თვითმკვლელი დრონი. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ და артиლერიამ იერიში მიიტანა იმ რეგიონებზე, სადაც რუსი ოკუპანტების პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკაა განთავსებული. განადგურდა რუსული საჰაერო თავდაცვის 2 ობიექტი, მართვის 4 ცენტრი, 8 საარტილერიო საშუალება და 2 მნიშვნელოვანი სამიზნე. დღეს უკრაინაში სუმში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პატივი მიაგეს. როგორც ცნობილია, ეს ერთი კვირის განმავლობაში მეორე ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო, რომლის დროსაც დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ომის გაგრძელება მხოლოდ რუსეთს სურს. პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ გააგრძელოს ეს ომი. ორიენტირებულია ზუსტად ასეთ დარტყმებსა და მკვლელობაზე. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტები თავიანთ აუდიტორიას ამზადებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა და დიპლომატიამ შედეგი ვერ მოიტანოს. და ამის მიზეზი მხოლოდ ერთი რამაა, მოსკოვში არ ეშინიათ. და თუ რუსეთს საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი გააგრძელებენ იმას, რასაც მიჩვეულები არიან. ომის შემსავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის საჯარისო ერთეულებმა თავდასხმების დროს ჯავშან ტექნიკის რაოდენობა გაზარდეს. ეს იმ დროს, როდესაც გასულ წელსა და 2025 წლის დასაწყისშიც ძირითადად ქვეითი ძალებით იერიშებს მიმართავდნენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ერთ დღეში მათ 7 რუსული ტანკი და 20 ჯავშან მანქანა გაანადგურეს.